მოგესალმებით ჩემო ძვირფესებო, ეს არის არხი ტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი, გრძნობა და მოქმედება უახლოესი ერთი თვის განმავლობაში. მას ასე წარმოთქვით მისი სახელი და ვნახოთ, რას გრძნობს, რას ფიქრობს და რას მოიმოქმედებს უახლოეს ერთ თვის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ ვიდეო არის საჯარო და ყველაზე რა თქმა უნდა ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენ თქვენთვის. მას დავიწყოთ. ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი და რა ენერგიებშია? ვინ არის? არც თუ ისე სახარბიელო ენერგიებშია ჩემო ძვირფასებო. ნახე, რაღაცა უზარმაზარად მტკივნეულ ტრანსფორმაციას გადის, არის ეტაპი, რომელიც უნდა გაიაროს, დამარწმუნეთ, რომ გაივლის, ოღონდ დაახლოებით 2-3 თვის ტენდენციაა ეს. მისი თავიდან დაბადება უნდა მოხდეს, თითქოს მისი ხელახალი ნაბიჯები ცხოვრებისეული თვალსაზრისით. ეს არა აქვს მნიშვნელობა პირადს უკავშირდება, ფინანსებს უკავშირდება თუ ნებისმიერ სიტუაციას. შესაძლებელია პირდაპირ მნიშვნელობით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და უნდა მოხდეს ამ ადამიანის გამოჯანმრთელებაც, უნდა მოხდეს მისი ფეხზე დაყენებაც ნებისმიერი თვალსაზრისით, იმიტომ რომ აქ საკმაოდ რთულ და მკივნეულ პერიოდს გადის როგორც პირდაპირ მნიშვნელობით, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. კიდევ რა ენერგიებში ხარ? რაღაცა ძალიან განულებულია მეგობრებო, აი კიდევ ერთხელ ვიძახი, ახალი ენერგიებით იწყებს რაღაცა ახალი შემართებით, აქ იყო ტყუილი, აქ იყო ღალატი, აქ იყო სპიერების ენერგიები, რაღაცა ძალიან დიდი მოტყუების ენერგია მოდის, ვიღაცა მტკივნეულად მოატყუა, ეს ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს, მათ შორის მისი ოჯახის წევრებიც, მეგობრებიც და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში აი ეს უზარმაზარი ხმლების სიმძიმე, რომელიც ამ ადამიანს ადევს მტკივნეული ენერგია რაც არის, სხვათა შორის ეს ქალსაც უკავშირდება, შესაძლებელია თქვენს გიკავშირდებოდეთ. თვალთვალის არეალია, როგორც თქვენ თუ თვალთვალებთ, ისევე თვითონაც ინტერესდება თქვენი ყოველდღიურობით, აინტერესებს არის თუ არა უკვე თქვენს გვერდით სხვა ადამიანი, როგორც ჩანს აქ ცოტა გაღრმავებული პაუზა გვაქვს, საკმაოდ დიდი ხანი იყო უმოქმედება. ეხლა მის თვალში ხართ ყინულის დედოფლად ქცეული, არანაირ ემოციას არ გამოხატავთ, არანაირ ინტერესებს არ გამოხატავთ, ფიქრობს რომ თქვენზე ფიქრობს, რომ თქვენ ახლა უკვე იმდენად თითქოს აწყობილი ხართ, რაღაცა ძალიან ბედნიერი ხართ, თითქოს გამართლებულ ეტაპს გადიხართ ცხოვრებისეული თვალსაზრისით, რომ ეს ადამიანი საერთოდ აღარ გჭირდებათ. აი ესეთი შეგრძნება აქვს. კარგი, მოდი ნახოთ კონკრეტულად თქვენზე რას ფიქრობს ეხლა კიდევ დავჩავხედოთ ფიქრებში, რას ფიქრობს თქვენზე. ებრძვით. გაჩაღებული ომია, როგორც პირდაპირ მნიშვნელობით, ასევე მენტალური. უყვარხართ. დიდი სიამოვნებით ვიტყოდი ამ ფრაზას, იმიტომ რომ აქ უზარმაზარი ემოციებია. თასების დედოფალი ამოდიხარ. შესაძლებელია წყლის ნიშნებს ემაიკუთვნებით, შესაძლებელია უბრალოდ იმდენად გაღრმავებული, იმდენად თბილი, იმდენად რაღაცა საოცარი ემოცია აქ ამ ადამიანს თქვენს მიმართ, რომ წარმოდგენაც კი არ გაქვთ. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე ფიქრობს რომ თქვენ ხართ სამყაროს საჩუქარი. ფიქრობს რომ თქვენი შანსი ხართ, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოს და გადმოდგას რაღაცა ნაბიჯები. აუცილებლად ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენზე. ნახეთ 24 საათი მის ფიქრებში ხართ. კი, ნუ აქ უდაო თუ სიყვარულზე და ემოციაზეა საუბარი. სამყარო. თქვენ მისი სამყარო ხართ, თვითონ მომიბრუნდა ეს კარტი, საერთოდ არ მომიღია. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ამ ადამიანის მთელი სამყარო ხართ და თქვენ კიდე ებრძვით. ესეთი წარმოდგენა აქვს მას თქვენს. კარგი, გრძნობები მაინც ვიკითხოთ, აბა კი ვნახე რომ არის გრძნობები, მაგრამ მაინც ვიკითხოთ. თქვენ მისი განაჩენი ხართ. ძალიან წარე განაჩენი. კარმული პარტნიორები ხართ, თქვენი შეხვედრა გარდაუვალი იყო ჩემო ძვირფასებო. ბევრ თქვენთაგან შესაძლებელია მეუღლეც იყოს და ოჯახი იყოს, თუ არა და მაშინ გეტყვით იმას, რომ საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობაზეა საუბარი და აქ სტაბილურ ურთიერთობას განვიხილავთ, ეს არ არის 2 და 3 დღის, თუ 2 და 3 დღის ურთიერთობაზე უყურებთ, მაშინ ეს ჩანაწერი თქვენთვის არ არის ჩემო ძვირფასებო, მაგრამ ის ფაქტი, რომ ის აუცილებლად უნდა გენახათ ეს ვიდეო, უამრავი ვიდეოა და თუ შეგხვდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაქვს თქვენამდე, ამიტომ ნახეთ, აქ რეალურად სიყვარულის ისტორიას განვიხილავთ. თქვენ ხართ მისი განაჩენი, თქვენ ხართ მისი კარმული პარტნიორი, თქვენმა გამოჩენამ მის ცხოვრებაში ძალიან ბევრი ემოცია მოიტანა დადებითი თვალსაზრისით. აი, რამდენადაც დიდი სიყვარული მოიტანეთ, იმდენად დიდ კივილს განიცდის ეხლა. შესაძლებელია ეს კივილები ზუსტად თქვენ გიკავშირდებოდეთ და აი ამ თქვენს ქმედებებს განიხილავს როგორც ღალატის ენერგიას. ღალატი არ არის მხოლოდ სხვა ადამიანთან წასვლა, ხო, აქ მრავალფეროვნად შემიძლია განვიხილო, ამიტომ აი ჩემო ძვირფასებო, რაღაცა ძალიან მტკივნეულ ეტაპს გადის თქვენთან დაკავშირებით. ეხლა არის რაღაცა წინააღმდეგობები ურთიერთობაში, უნდა ამ ენერგიებზე გამარჯვება, უნდა აი ამ სიტუაციებზე გამარჯვება, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით მოქმედებას ვერ ხედავ. მოდი მაშინ რა კი ესეა? პირდაპირ დავსვათ კითხვა. რა იქნება მისი მოქმედება უახლოეს პერიოდში? მოქმედება რა იქნება? რა სიზავ?
შეხვედრა. უდაოდ, აუცილებლად უნდა მოხდეს. ნახეთ, შესაძლებელია ეს იყოს 2 რიცხვი, შესაძლებელია ეს იყოს 2 დღე, 2 კვირის ტენდენცია, მეგობრებო, აუცილებლად მოხდება თქვენი შეხვედრა. აქ რაღაცა მესამე პირების ალბათობაა, შესაძლებელია თქვენი მხრიდან არსებობდეს მესამე პირი, იმიტომ რომ მამაკაცის ენერგია მოდის, შესაძლებელია მასთანაც იყოს ეს, ანუ სამკუთხედით შემიძლია განვიხილო, ყველასთან არ არის უკრეულია, მაგრამ ამის ალბათობაც არის. აი თითქოს ისე შემოტრიალდა სიტუაცია, რომ საერთოდ არ ელოდებოდით აი ამ მდგომარეობას, აი ესეთ შემოbrunებას ურთიერთობაში ტენდენციების, მაგრამ ნუ მოხდა ესე, აქ სამყაროს ჩაერია რაღაცა დოზით, კი ბატონო, აქ ნამუშევარიც არის. უდაოდ. რაღაცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მიიღოთ ამ ადამიანისგან. აი რვიანი მეორდება 8 რიცხვი, მიაქციათ ყურადღება 8 რიცხვს, იმიტომ რომ 8 საათით შეიძლება იყოს. იმიტომ რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მოვიდეს. შესაძლებელია ელოდებით მისგან ზარს, ან SMS, ან შეტყობინებას რაიმეს უახლოეს პერიოდში და ამერწმუნეთ რომ აუცილებლად უნდა მოხდეს სატელეფონო საუბარი და რაღაცა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება. რაც მოგიტანთ ძალიან დიდი სიხარულის ენერგიას. აგიმაღლებთ ეგოს, თვითშეფასებას და ასე შემდეგ. აი მიხვდებით რომ ამ ადამიანისთვის სულ ერთი ნამდვილად არ ხართ. ერთს გეტყვით იმასაც, აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას, რომ საშინლად ეჭვიანობს, იმას რომ თვალთვალის არეალი ხართ, იმას რომ აუცილებლად ინტერესდება. რამდენადაც ნახეს დაბრკოლებებში არ უნდა იყოს თქვენთან ურთიერთობებში, შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით ბლოკებშიც ხართ ერთმანეთის. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემო ძვირფასებო მაინც ცდილობს ინფორმაციების მოძიებას თქვენთან დაკავშირებით, ძალიან გაბრაზებულია თქვენზე. რატო ხარ გაბრაზებული? იმიტომ რომ შორს ხართ, იმიტომ რომ მიუწვდომელი ხართ, იმიტომ რომ მისი აღარ ხართ, იმიტომ რომ მის გვერდით აღარ ხართ და აი ეს ფაქტორები ეხლა უფრო და ეს წინააღმდეგობები, რომლებიც არის რეალურად ამ ურთიერთობაში, აგიშებს, აცოფებს და ბრკოლებები აღარ მოსწონს. მოლოდინი აქვს სხვათა შორის, რომ თქვენ გადმოდგავთ ნაბიჯებს, თუმცა თქვენ ძალიან შორს ხართ, ძალიან ცივი ხართ, ძალიან სექსუალური ხართ, ძალიან ლამაზი ხართ, თქვენ ხართ ვარსკვლავი და საოცარი ქალბატონია, შეხედეთ. როგორ შეიძლება ამაზე სხვა კომენტარი უბრალოდ გავაკეთო. კარგი. დაქმედებები მაინც რა იქნება? აუცილებლად მოვეც ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ აქ რეალურად განვიხილავთ სიყვარულის ისტორიას. აქ ბევრი თქვენთაგანი განთავისუფლდება უარყოფითი ენერგიების ზემოქმედებებისგან. თუ არსებობს რაიმე ზემოქმედებები მასზე, როგორც ფსიქოლოგიური, შეიძლება ავადმყოფური განცდები, პირდაპირ მნიშვნელობით ჯანმრთელობის პრობლემები, ან ნებისმიერი ადამიანის ზემოქმედება, მათ შორის ფსიქოლოგიური, მენტალური, მაგიური და ასე შემდეგ, მისი განთავისუფლება უნდა მოხდეს. აი, როდესაც მოხდება აქედან გამოსვლა ამ ძიმე ენერგიებიდან, აუცილებლად გადმოდგავს ნაბიჯს. აი, უდაოდ გადმოდგავს და მოდის ძალიან დიდი სიყვარულის ენერგიით. უბრალოდ ერთადერთი შიში ის აქვს, რომ თქვენ ისევ არ დაუწესოთ საზღვრები და ისევ არ გააბრუნოთ საიდანაც მოვიდა. ამის შიში აქვს ნამდვილად. მოკლედ წარმატებებს გესურვებ ჩემო ძვირფასებო, მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.